მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხეში დააკავეს 2 პირი უკანონო საზღვრის მყითაზე. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით პირები დააკავეს მაშინ, როდესაც თურქეთიდან სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ შემოდიოდნენ. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უკვე მეხუთე დღეა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ დაინიცირებულ მასშტაბურ საგანმანათლებლო რეფორმას პროფესიული წრეები განიხილავენ. შეთავაზებულ ცვლილებებში, მათ შორის საუნივერსიტეტო და სასკოლო მიმართულებითაც, სპეციალისტები ბევრ ხარვეზებზე მიუთითებენ. ამის გამო განათლების სამინისტროსთან გაიმართა სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების საპროტესტო აქცია ლოზუნგებით ოცნების რუსული რეფორმით ქართული განათლება საფრთხეშია. ამავე რეფორმის ფარგლებში კობახიძემ ისაუბრა, რომ შესაძლოა თსეუს კუთვნილი კორპუსების ნაწილი გასხვისდეს, რადგან მისი თქმით საინტერესო ადგილმდებარეობაზე არის განთავსებული. მანვე დააკონკრეტა, რომ გასხვისება არ ემუქრება პირველ და მეორე კორპუსებს. შესაბამისად, საზოგადოების ნაწილმა ამოიკითხა ის, რომ შესაძლოა გასხვისებას დაექვემდებაროს მესამე, მეოთხე და სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა კორპუსები, რაც შეეხება რეფორმის შინაარსობრივ ნაწილს. ამასთან დაკავშირებით ჩვენმა რედაქციამ სიღრმისეული ანალიზი განათლების საკითხების მკვლევარ შალვა ტაბატაძესთან უკვე შემოგთავაზათ. დღეს ასევე გთავაზობთ რეფორმების საგანმანათლებლო კომპონენტის შეფასებას ამერიკამცოდნეობის დოქტორისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ეკა ბერაიასგან. და გამოვეხმაურო პრემიერის მიერ წარმოდგენილ პროექტს, სადაც იგი ასახელებს ერთი ქალაქი, ერთი დისციპლინის ფარგლებში, ასე ვთქვათ, დაანონსებულ ცვლილებას. და მე მინდა მას ვუპასუხო აი ამ შემდეგი რეპლიკით, რომ და შევახსენო მას ინტერდისციპლინარული სწავლების ღირებულებისა და მნიშვნელობის შესახებ. როდესაც ჩვენ ახალგაზრდებს ვთხოვთ კრიტიკული აზროვნებას და ვცდილობთ განვავითაროთ ჩვენს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნება, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედაც აი ეს კომპლექსური ხედვა, კომპლექსური აზროვნება, ცალკე მდგომი დისციპლინა არ არსებობს. ყველა დისციპლინა არის დაკავშირებული სხვა დისციპლინებთან, ასე რომ აი ეს ერთგვარად მე ვფიქრობ, რომ კრიტიკული აზროვნების განვითარების, ასე ვთქვათ, შეფერხებასაც გამოიწვევს ერთგვარად. რაც შეეხება მე-12 კლასს, ესეც არის ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი პუნქტი, რომელიც იქნა მოთხოვნილი დეკლარაციის თანახმად, რადგან დაშვება ევროპულ სასწავლებლებში მხოლოდ და მხოლოდ მოხდებოდა 12 წლიანი სასკოლო პროგრამის დამამთავრებელი დოკუმენტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე მე-12 კლასის პროგრამაც შეიქმნა ბოლონიის დეკლარაციის მიხედვით და გაიწერა ყველა ის საგანი, რომელიც მე-12 კლასის მოსწავლეს უნდა აეთვისებინა ამ 1 წლის განმავლობაში. ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ ფაქტიურად ისევ უბრუნდებით მე-10, მე-11 კლასის სისტემას, რომელიც ძალიან გავს პოსტსაბჭოურ, ასე ვთქვათ, ახალი 90-იანი წლების სკოლებს, ან თუნდაც საბჭოურ, ასე ვთქვათ, სკოლების სისტემას. ეს ისევ და ისევ ხაზს უსვავს იმ ევროპული სტანდარტების დაშორებას და ფაქტიურად საქართველოს იზოლაციას ევროპული საგანმანათლებლო სისტემისა და სივრცისაგან. ეს არის, მე ვფიქრობ, შეფერხებას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაციისა, რომელსაც ჩვენ აქამდე ველოდებით და ჩვენ დავხვდებით, რომ ეს მოდერნიზაციის პროცესი დასრულებული არ არის და დაანონსებული პროექტი კიდევ უფრო აფერხებს. აბასთუმანში ასათიანის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია იგეგმება, რისთვისაც 70,000-ზე მეტი ლარის გამოყოფაა დაგეგმილი.
ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება დაზიანებული სახურავის დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება, რომლისთვისაც თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. როგორც ფოტოებიდან ირკვევა, გარდა სახურავისა დაზიანებულია კორპუსის გარე ფასადიც. იგეგმება თუ არა შენობის რეაბილიტაცია და როდის. არც ადიგენის მერი და არც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.